მე ჩვენ შეგვეშალა და ეს არის სამარცხინო რომ ეგეთი რამეები ხდება გალახეს მათ შორის ჟურნალისტი კი არ განსხვავდება სხვისგან მაგრამ მე იმიტომ ვამბობ რომ შეიძლება ვიღაცა არ ვიცი ეგონათ თოფიანი იქ მაგრამ ხა კამერიანს ვერანაირად ვერ აღებდი იცი რა შეიძლება მოიწრო ამ ცივი კადრებიცაც იყო კადრები ისე ვამბობ რა თქმა უნდა არავინ ათოფიანი ისტორია ახალგაზრდა რაღაცას კითხულობდნენ და ნუ სამარცხინო იყო დავასრულე არა, მე ვამბობ რა უნდა იყოს ისე არ დაგვავიწყდეს ახლა სტანდარტი რა უნდა გააკეთო და რა გააკეთა ეგ მეორეა შეიძლება გაგეცინოს რომ რას ლაპარაკობ და მესმის რასაც ამბობ მაგრამ რა უნდა გააკეთო უნდა გადაეყენებინა და დანარჩენები სისტემა უნდა მუშაობდეს რა იმ სიტუაციაში დავალება იყო მიცემული ხო მე რომ გადაღებულიყო ოპერაცია არ უნდა დაფიქსირებულიყო ოპერაცია ამ მომიტინგეების ზოში შედევნებს. ხო, რეალურად ხო იქ ეს არ უნდა დაფიქსირებულიყო კადრზე. როგორ არ უნდა დაფიქსირებულიყო? და მე აღმოჩნდა უკვე დამთავრებული. უნდა ჟურნალისტები განაიარაღებინათ ეს რომ ეს არ იყო შემთხვევითი ხელყოფა ჟურნალისტიკის ეს იყო გამიზნული დააზრება, მაგრამ პრაგმატულად რომ შევხედოთ რა. დაუშვათ ეგ ქონდა ჩაფიქრებული. ეხლა ერთია რომ ნორმალური სიტუაციის რა არის სტანდარტი და მე მგონი ჩვენ საზოგადოება იმსახურებს რა რომ ეგეთი ველური რაღაცები არ ხდებოდეს და არა სულ არ დაუკვირდება ხა ქართულ ამ საზოგადოებას საქართველოს ქვია რომ თანამდებობის პირი გადააყენონ იმის გამო რომ ხალხი ტყუილად ალახა მე მგონი არ დაუკვირდება და ძალიანაც მიესალმება აცხოვრო ჩვენ ველური ხალხი არა ვართ რა ერთი და მეორე პრაგმატულად შევხედოთ აი რა შედეგი მიიღო უარესი შედეგი არ მიიღო მაინც ყველამ გაიგო ყველაფერი კადრები გავცელდა, იმიტომ ფოტო აპარატი გადაღებდა უფრო უარესი შედეგი მიიღო, მან ვიდრე ხელისუფლებისთვის უარყოფითი შედეგი იქნებოდა ის რომ მომავალში პოლიციელები აღარ შეასრულებდნენ ასეთ მითითებებს და ასეთ დავალებებს. თუ ის ახლა დაიჭირდა პოლიციელების გარკვეულ ჯგუფს. არა, ლოგიკა რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეგ არის ძალიან მოკლე არ არის რა ჭკვიანი ლოგიკა რა. ეგ არის ძალიან მოკლე რაღაცა ისა რა, პატარა რაღაცა ზოლე. ეგეთი შეცდომები გროვდება და მე არ დამთავრდება ხოლმე რა. ახლა ვინ გადაყლაპავს, ხო არ გადაყლაპავს და ახლა დღეს თუ არა ხვალე, ნუ მოგიწევს ალბათ ვიღაცა გაიქცევა როგორადაც უნდა ვიხარობდეს ვიღაცების გამოჩენა ძველი დამნაშავეების და დამნაშავე იმ ხელისუფლებაში ამ ხელისმშობლობა არა ხო მაინც ხა აგერ ჩვენს მეზობელ ჩრდილოეთ დიდი ქვეყანა იქ არიან და ვერ ჩამოდიან ხო საქართველოში ხა ეგრეც არ არის ხო თვად ისე არ არის რომ არაფერს არ აქვს აზრი რა ამიტომ პასუხისმგებლობა მინისტრზე რომელიც უშვებს იმას რომ კვლელობები მოხდეს და პატრონი არ არის და არ დაისაჯოს დამნაშავე მინისტრი რომელიც უშვებს რომ ან პრეზიდენტი ან რა ვიცი პარლამენტარები და სხვები პოლიტიკოსები რომელსაც ძალაუფლება და დაუშვებენ იმას რომ გალახონ ჟურნალისტები დაჭრან ვიღაცები დაიჭირონ ტყუილა ხალხი ქონება წაართვან მათ შორის მედიის ქონება მე ხლა შორს აღარ მიდივარ რა ამ წრეში ვარ ხო არ არის ესე რომ ახლა ხვალ წავა და ყველას ახლა სკლეროზი ვერ დაგვემართება და დაგვავიწყდება ხა რო წაართვი ისა მე რა ხომ და დაუბრუნო ხო რომ გაალახედა და თავი ახლა ყუმბარანო აუფეთქეს კაც ეზოში ხო და რომ დედამისთან ერთად რო იყო კახეთში თქვა ახლა დაავიწყდება ამ ადამიანს და ან ჩვენ დაგვავიწყდება ეს ფაქტი რა ვიღაცამ ხო გააკეთა ესა რა ხა ეგრე ხო არ არის რა და კიდე რა ხდება იქ რომ ემუქრებიან სხვა რეგიონებში ჟურნალისტებს და ჩვენს კოლეგებს და დავიწყეთ მაგრამ ბავშვს ვერ დავივიწყეთ რომ გალახავენ და ახლა ფეთქდა ყუმბარა ხო მე მითუნდა ელიაშვილს ეს რომ ბატონო ფაქტია ხო რომელიც კი ბატონო შეიძლება რაღაც სიტუაციებში ჩვენ ვერ გამოვიჩინეთ ჩვენ ის რაც უნდა გავაკეთებთ ვერ გავაკეთეთ ის რაც უნდა გავაკეთებთ ჩვენს უშვებთ შეცდომებს და უნდა ვაღიაროთ ესეც მაგრამ მე ხა ხალუბას ამბავი რო ახსენე, რა თქმა უნდა, იქ მეტი გმართებდა, ხა მეც სხვებსაც, რა თქმა უნდა, ვიდრე დავაბეჭდი. რო ყოფილიყო საზოგადოება აქტიური, ისევე როგორც მაგალითად პენელთა სასახლეზე
აქტიური იყო საზოგადოება. შედეგი ხო მიიღო ამ აქტიურობამ. გამოიღო ამ აქტიურობამ. აი სახლი კიდე იქ დაანგრეს რა. ყველაფერზე უნდა ყოფილიყო აქტიურობა და სხვანაირი თვითონ ხელისუფლება მიხვდებოდა ბევრ რამეს. დაკანცვის პოლიტიკას ვიყენებს ხელისუფლება, რომ აი დაკანცოს და უშედეგო აი სწორედ იმიტომ რომ უშედეგს ვერასოდეს ვერ მიაღწევ ამის კრინალური პოლიტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკობს პერსპექტივით, აი ამის სცენარია შეიძლება ამ დაკანცვის პოლიტიკას შეიძლება დაუპირისპირდეს. უნდა აქეთ დაკანცვა. ეს აი დაკანცვა მე მესმის ხო რასაც მაგრამ აი რას ნიშნავს დაკანცვა? ნუ ახლა ვისი გული რისთვის იბრძვის ეს ხალხი რა ელემენტარული რაღაცებისთვის ხო სიცოცხლის უფლება ქონება წაართვეს ხო მისი ძირითადი უფლებაა ხო საკუთრების უფლება ხო იქ გარჩევნებს აყალბებენ და მიდიხარ და თავზე დავახიეს რაღაცა ხო და აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებია ხო იქ გალახეს კაცი მოკლეს და არ დაიჭირეს და ეხლა ეს ადამიანები რომ დადენ ყველა გააგდეს სამსახურიდან რას ნიშნავს მოკო მე ვხედავ ამას შეიძლება ახლა ყოველდღე 100,000 კაცი არ მივიდეს იმ მიტინგებზე და იმაზე მაგრამ ნუ გაახსენდება ისევ რა პრობლემა ხო არ გვარდება თუ პრობლემა არ გვარდება და მას უნდა სამართლიანობა ის დღეს წავა ხო აწავა ზედ შეიძლება ნუ დაიღალოს თავის პირად საქმეები გამოუჩნდეს სადღაც წავიდეს ამოვიდეს მაგრამ მასზე მაინც მივა იქ რა აი მაგალითად მე საწინააღმდეგო მაგალითს მოგიტან ну დღეს ვიყავი კალაუბანში და ცნობილი განცხადებები გახსოვთ ხო მე ის რომ დაიწყებენ აი ამ კალაუბანის ძველი თბილისის ამორტიზებული შენობების განახლების რაღაც პროექტს და მაცხოვრებლებთან ინვესტორების რაღაც ურთიერთობის მოგვარების შემთხვევაში მერია გარკვეულ რაღაც პროგრამას აამოქმედებს. მერიდან მისული როგორც ესენი ამბობენ, მერიდან იყო, არ ვიცი ხა, რამდენად სწორი არის მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც ესენი ამბობდნენ, რომ ეს ნამდვილად სწორ ასე მითხრეს, რომ მერიდან იყო მოსულები და რომელმაც გვითხრეს, რომ ძალიან მალე ჩვენ დავიწყებთ აი ამ პროგრამას ავამოქმედებთ და თქვენ მოგიწევთ აქედან გადასვლა, მოგცემთ იმავე ფართს, იგივე ფართს, რაც გაქვთ აქ, გადაგიყვანთ დაახლოებით 200 მეტრის, ну, 200 მეტრის რადიუსში გადავიღებთ შენობა, მაგრამ ну, რაღაც ალბათ ცოტა უფრო მეტით. ორთაჭალისკენ გადაგიყვანთ სხვა ტერიტორიებს ასახელებენ და მოგცემთ ისევ იმდენს, როცა ჩვენ ვთხოვთ იმდენს ხალხო კარგად გზე ვართ და გვაქვს რაღაცა გარკვეული ფაქტი, თუ იგივეს მოგცემ ახლა უფრო სულ ადგილზე, ეს არ არის შესაბამისი და ადეკვატური და ამიტომ მაშინ ჩვენ არ გავართ. ხილათ იყავით, რომ მოგივათ უარესი მაშინა. აი ესეთი რაღაცა ხო და იცი მე ადრე ამ ადამიანთან ასეთი ძებუბნებში მივაპარაკია და ეს თემა ამ თემას ვიცნობ და ესეა როგორი მებრძოლები იყვნენ იცი რომ ვინ ახლა ვის ნათქვამზე რას დათანხმდებოდნენ იქ ძალიან ისეთი იბრძოდნენ იმისაც რომ კარგი პირობებით ვაჭრათ აი ამ თავიანთი ადგილების საშუალებით და მოეპოვებდნენ თვითონ მეტი ფოტო ხო ალბათ ყველა თანახმა არის იმაზე რომ აი ესე მისენ ისაც თუნდაც ნუ ალბათ დავნებდებით იმიტომ რომ შეიძლება უარესი მოყოს მართლა და ეს რეალობა ამან იმუშავა თუმცა დაინახეს რომ ეს ადამიანები ქუჩაში აღმოჩნდნენ ვინც წავიდა რაღაც გადაგებებზე წამგებიაზე მაგრამ მაინც რაღაცა იყო ეს ისინი კაბუკაშვილის ქუჩაზე უბრალოდ ქუჩაში გადმოყარეს პირდაპირ ეს ერთია რომ მედი ამას ამბობდა რომ აი ნახე რა სულია რა შედენ ბატონო ბოლოს აბუკაშვილის სენი როგორ არის ძალიან მე როგორც ვიცი რაღაცები დღესაც პრობლემურია და არ არის გადაწყვეტილი ერთია რომ მედი ამას ამბობდა ჯერ